ამჯერად ქოცების მიერ აშენებული ძიმითის საბავშვო ბაღიდან მოგესალმებით. ეს არის ოზურგეთი, სოფელი ძიმითის საბავშვო ბაღი, რომელიც 2023 წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ისევ ორმოებია მხოლოდ აქაც ამოთხრილი. ესეც ჭპს Sky House-თან გაფორმებული ხელშეკრულება არის, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაუფორმა ჭპს Sky House 2023 წელს. ანუ როგორც ხედავთ აქ ბანერზე, ეს ბაღი 2024 წელს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. თუმცა 2024 წელს, ანუ მაშინ, როდესაც უკვე უნდა დაესრულებინა კომპანიას აღნიშნული სამუშაოები, ტენდერში შეაქვთ ცვლილება და წერენ, რომ 4 მუნიციპალიტეტში, სადაც ამ კომპანიას 4 მცირე ზომის 50 ბავშვს გათვლილი საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა, 2 სოფელში გაჩნდა პრობლემა, არ იყო ნიადაგი შესაფერისი და სხვა ადგილას უნდა აეშენებინათ ბაღი, ამისთვის ითხოვდნენ ვადების გახანგრძლივებას, ხოლო კიდევ 2 სოფელში უკვე ოზურგეთის მერიას აბრალებდნენ, რომ ოზურგეთის მერიამ არ მოახდინა დროულად არსებული ბაღების დემონტაჟი და შესაბამისად ეს კომპანია ვერ იწყებდა სამუშაოებს. ანუ სადღაც ოზურგეთის მერმა და ოზურგეთის მერიამ სწორი გაცვლა გააკეთეს, ანუ ამშენებლები რო არ იყვნენ, ეთყობა მიხვდნენ და ის აშენებული საშინელ მდგომარეობაში მყოფი ბაღებიც რო არ დაენგრია და არსად რო არ ეყოლებოდათ ბავშვები წასაყვანი, ეს გათვალეს სავარაუდოდ. იმიტომ რომ ეხლა 2025 წელია, მაისი არის უკვე და ეს ბაღები კიდევ არ არის აშენებული. კომპანიის წარმომადგენელი ტელეფონზე არ გპასუხობს, ადგილზე როგორც ხედავთ, ცარიელი ორმოებია და ბავშვები ისევ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის შემცველ გარემოში დადიან ისევ იმ ძველ ბაღებში, სადაც არანაირი შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. თქვენს შეგექმნათ, ანუ პრობლემა აქ მაღაზია გაქვს და შეხედებათ რა. გამოიღოთ ციგანი და მაღაზია აა, უი, მომდგარი არის, აი უკვე მაღაზიას. აქედან ჩაბდანდი და ნახეთ როგორა. აქ ეს 2023 წელს დაიწყო, მე მგონი, თუ არც დაწყებული მაგას. რა გერგეთ, როცა დაიწყო, ის არ დაწყებული იყო, სადაც იყო ბაღი, იქინე ეკნათ. რატო არ ქნეს, იქ აიქ იყო ბაღი. პრობლემა ეხლა რამდენი ხანია რაც შეგექმნათ თქვენ? ამდენი ხანია და სანამ თოვლი მევიდა და მანამ დათოვდი, მე და გიგამუთხარა ზიაგე. და მე რა გითხრეს, ანუ როდესაც გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ და ველოდებით რომ გააკეთოთ. არ ვიცი, გადასვლით დაავდეთ, დაიღო, დაასვენ, დაიღო და აღიარ დეიშალო საიშენო ბაკას იმაზე კი არა, ასაკი არ ვახტიეთ არავის. მაგრამ თუ დეიშალა გადაიხტის, უნდა რამდენი ფულია ჩადობილია რა. მესმის, კი ბატონო. აი ასე გამოიყურება ქოცების შესრულებული დაპირებები. ეს არის კლასიკური მაგალითი კორუფციის.